14 ოქტომბერს NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწა დატოვა და იუპიტერის თანამგზავრ ევროპისკენ გაფრინდა. რათა დაადგინოს ხომ არ იმანება სიცოცხლის გასაღები მის ვრცელ დამალულ ოკეანეში. ევროპა კლიპერს 5,5 წელი დასჭირდება იუპიტერამდე მისაღწევად. იქ გაზის გიგანტი პლანეტის გვერდით ორბიტაზე გადავა. ევროპას მიუახლოვდება და ათობით წრეზე შემოუვლის. მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ევროპის ყინულოვანი ქერქის ქვეშ გლობალური ოკეანე არსებობს და სადაც წყალია, იქ შეიძლება სიცოცხლეც იყოს. ეს იუპიტერის მთვარეს, ანუ თანამგზავრს, სიცოცხლის ძიების ყველაზე იმედის მომცემ ადგილად აქცევს. ევროპა კლიპერი სიცოცხლის ძებნას არ დაიწყებს, მას სიცოცხლის დამდგენი დეტექტორები არ აქვს. ამის ნაცვლად კოსმოსური ხომალდი ყურადღებას მიმართავს იმ შემადგენელი ნაწილაკებისკენ, რომელიც სიცოცხლისთვისაა საჭირო, მოძებნის ორგანულ შენაერთებს და სხვა მინიშნებებს. NASA-ს კლიპერმა თავისი 3 მილიარდ კილომეტრიანი მოგზაურობა SpaceX-ის მეშვეობით დაიწყო. ხომალდი ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან Falcon-ის მძიმე რაკეტით აფრინდა. გაშვებიდან 1 საათის შემდეგ ხომალდი რაკეტის ზედა საფეხურს გამოეყო და გზა გააგრძელა. $5 მილიარდ მეტი ღირებულების მისია თითქმის ჩაიშალა ტრანზისტორების გამო. NASA-მ გაზაფხულამდე არ იცოდა, რომ კლიპერის ტრანზისტორები იუპიტერის ინტენსიური გამოსხივების ველში შეიძლებოდა მოსალოდნელზე უფრო მოწყვლადი ყოფილიყო. ევროპის ორბიტაზე 49 შემოვლის დროს ხომალდი ყოველ ჯერზე რამდენიმე მილიონი მკერდის რენტგენის გამოსახულების მისაღები გამოსხივების დოზის ექვივალენტ გამოსხივებას მიიღებს. კოსმოსურ სააგენტოს თვეები დასჭირდა ყველაფრის გადასახედად, სანამ დაასკვნინდა, რომ შეიძლებოდა მისია გეგმის მიხედვით წარმართულიყო. ხომალდზე 9 ინსტრუმენტია, რომელთა მგრძნობიარე ელექტრონიკა რადიაციისგან დასაცავად თუთიის და ალუმინის სქელ კედლებიან ყუთშია მოთავსებული. კვლევა 2034 წლამდე გაგრძელდება. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი, დაგვიჭირე მხარი.